ჩაირა წლის პირველმა ყველაზე მასშტაბურმა გლობალურმა შეკრებამ მსოფლიოს ეკონომიკის ფორუმმა შვეიცარიაში და მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაუსვათ ამ ფორუმის გარდამტეხ მოვლენებს. ვისაც პირველად შემოხვდათ ჩემი ვიდეო, მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის და აუცილებლად გამოიწერეთ. როგორც წესი, ადრე ამ ფორუმზე ლიდერები საუბრობდნენ თავისუფალ ვაჭრობაზე, გლობალური ინტეგრაციის უპირატესობაზე და დასავლეთის ლიდერობის გაძლიერებაზე. მაგრამ წელს დომინირებდა უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ეკონომიკური ძალა. დონალდ ტრამპის გამოსვლაში გამოიკვეთა, რომ ეკონომიკა უტოლდება უსაფრთხოებას, მოკავშირეობა ნიშნავს ორმხრივ სარგებელს, ხოლო მხარდაჭერა პირობით შეთანხმებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ტრანზაქციული გეოპოლიტიკა, რომელიც ბევრმა გააკრიტიკა. ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ხმა კი იყო კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ მსოფლიო წესრიგი ირღვევა და ეს არ არის მხოლოდ გარდამავალი პერიოდი. დიდი ძალები ეკონომიკურ ტარიფებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და მიწოდების ჯაჭვებს ხშირად იყენებენ ზეწოლის იარაღად. კანადა, როგორც შეერთებული შტატების უახლოესი პარტნიორი, პირველად ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ მოკავშირეობა აღარ ნიშნავს დაცულობას და საშუალო ძალებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ეკონომიკური დივერსიფიცირებისათვის, რაშიც თავის თავსაც გულისხმობდა. ეს ყველაფერი კი არის ერთგვარი სიგნალი ამერიკისთვის, რომ კანადა ეცდება სხვაგან იპოვოს კავშირები თუ შეერთებული შტატები გაგრძელებს მკაცრ მიდგომებს. კარნის გამოსვლის შემდეგ კი ტრამპმა კანადა უმადურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ კანადის წარმატება ამერიკის დამსახურებაა. თუმცა ამაზე თქვენი აზრი გამიზიარეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი ცნობისთვის YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და Spotify-ზე და დაელოდეთ ამ ვიდეოს მეორე ნაწილს.